Ამ დღეებში ძალიან ბევრს საუბრობენ სექსუალურ და გენდერული ნიშნით ძალადობაზე. Მას რა არის სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობა? Როგორ შეიძლება მან გავლენა იქონიოს ახალგაზრდებზე კრიზისულ გარემოში და რა შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი თავის დასაცავად? გენდერული ნიშნით ძალადობა არის ნებისმიერი მავნე ქმედება, რომელიც ხორციელდება პირის თანხმობის გარეშე და ეფუძნება გენდერულ ნორმებსა და არათანასწორ ურთიერთობებს. სექსუალური ძალადობა ნიშნავს სექსუალურ კონტაქტს ადამიანის თანხმობის გარეშე, მათ შორის გაუპატიურებას და სხვა სექსუალურ კონტაქტს, როგორიცაა სხეულის ინტიმურ ნაწილებზე შეხება. ის ასევე შეიძლება მოიცავდეს სექსუალური ხასიათის რეპლიკებს ან სექსუალური ხასიათის სურათების გამოქვეყნებას. სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი გახდეს. ეს არასოდეს არის მსხვერპლის ბრალი. ქალები, კაცები, გოგონები, ბიჭები, ზრდასრულები, ბავშვები და პირები, რომლებიც თავს აიდენტიფიცირებენ როგორც LGBTQ, შეიძლება გახდნენ სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლნი. სხვა ჯგუფები, რომლებიც შეიძლება გახდნენ სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლნი, არიან ორსული ქალები, გოგონები, ახალგაზრდები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, HIV ინფიცირებულები, მიგრანტები, იძულებით გადაადგილებული პირები, მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლები, ეთნიკური უმცირესობები, სექს-მუშაკები, ნარკოტიკების მომხმარებლები და მენტალური პრობლემის მქონე პირები. მაგალითად, კრიზისულ სიტუაციებში ახალგაზრდებს ხშირად უწევთ დიდი მანძილის გავლა წყლის, საკვების ან საწვავის მოსატანად. ხოლო როდესაც ახალგაზრდა გოგონას მარტო ტოვებენ საკვების მოსამზადებლად, სარეცხის ან ჭურჭლის დასარეცხად, ძალადობის რისკი კიდევ უფრო იზრდება. ასე რომ სჯობს შორ მანძილზე ყოველთვის წახვიდეთ მეგობართან ან უფროს ადამიანთან ერთად, რომელსაც ენდობით, რათა მარტო არ იყოთ. ძალადობის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში. როცა იძულებულნი ვართ დავტოვოთ სახლი და გადავიდეთ ბანაკებში, საერთო საცხოვრებლებში ან დროებით თავშესაფრებში, იზრდება სექსუალური ან გენდერული ნიშნით ძალადობის რისკი. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში პირადი და სანიტარული სივრცე არ არის დაცული. არის საერთო ტუალეტები, საშხაპეები და გასახდელები. სექსუალური შევიწროება მოიცავს ნებისმიერ არასასურველ, სექსუალურ სიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას. არასასურველი სექსუალური რეპლიკების, ჟესტებისა და შეხების ჩათვლით. სექსუალური შევიწროების შემთხვევები იზრდება განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში. კრიზისულ სიტუაციებში ასევე იზრდება ტრაფიკინგის რისკი, განსაკუთრებით ქალებისთვის და გოგონებისთვის. ტრაფიკინგი არის დანაშაული, რომელიც ნიშნავს ადამიანებით ვაჯრობას, სექსუალურ დამონებას, იძულებით შრომას კომერციული მიზნებისთვის, იძულებით პროსტიტუციას ან სხვა მსგავსი მიზნებისთვის ადამიანის გამოყენებას. კრიზისულ სიტუაციებში ძალადობის რისკების შესამცირებლად შეეცადეთ, არ იყოთ მარტო, იყავით მეგობრის ან უფროსი ადამიანის გვერდით. არ ენდოთ უცნობ ადამიანს, რომელიც ფულს ან სამსახურს გთავაზობთ. ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში დარეკეთ თქვენი ქვეყნის ცხელ ხაზზე და ითხოვეთ დახმარება. მაგალითად, საქართველოში შეგიძლიათ დარეკოთ 112-ზე, 116-006-ზე ან ასოციაცია ჰერა 21-ის ცხელ ხაზზე 032 201 12 21. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას და მოითხოვეთ პირველადი ჯანდაცვის სერვისები. კრიზისულ სიტუაციებშიც კი თქვენ გაქვთ უფლება იყოთ დაცული და თავისუფალი სექსუალური და გენდერული ძალადობისგან. ყოველთვის გახსოვდეთ, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ადამიანის უფლებებია. არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა კრიზისულ სიტუაციაში. თქვენ უნდა გქონდეთ წვდომა სასიცოცხლო სამედიცინო სერვისებზე.